თბილისის საქალაქო სასამართლოში გორში 9 წლის ნანა ბერიაშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული იაგონებიერიძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე ნანა ბერიაშვილის დედა დაიკითხა. პროცესთავად ბრალდებული იაგონებიერიძეც ესწრებოდა, თუმცა როგორც მოკლული გოგონას ოჯახის წევრებმა განაცხადეს, ნებიერიძეს კუჭის ტკივილის მიზეზით პროცესის გადადება სურდა. შემდეგი სასამართლო პროცესი 25 მარტს 13 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით 33 წლის წარსულში სასამართლები იაგო ნებიერიძეა დააკავებული. Გავანდელ პროცესზე დაიკითხა გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილის დედა, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი იყო დანაშაულის ჩადენის გარემოებების შესახებ, ზოგადად ბავშვის დაკარგვასთან დაკავშირებით ისაუბრა, საკმაოდ რთული და ემოციური პროცესი იყო. მომხდარი მკვლელობის დღეს ბავშვის მდგომარეობაზე, რა ნივთები ჰქონდათ, ან რა ტანის სამოსი ჰქონდა, როგორ გაიგო მომხდარი და ძებნის პროცესზე შემდეგ ბავშვის ცხედარის აღმოჩენასთან დაკავშირებით, რაც იყო მისთვის ცნობილი, ამ დეტალებზე ისაუბრა და ასევე სასამართლოს დაუფიქსირა პოზიცია, რაც მას ჰქონდა როგორც გარდაცვლილის დედას ბრალდებულის მიმართ და რაც მოთხოვნა სასამართლოს მიმართ. ბრალდებულს დედასთან შეკითხვები არ ჰქონია. გარდა გარდაცვლილის დედისა, ასევე დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე, მათ შორის ექსპერტები, რომელთაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია იმ პროცედურულ ქმედებებზე, რაშიც მიიღეს მონაწილეობა.